ამ წერილის შინაარს განსაკუთრებულად ელოდნენ პოლიტიკოსები, თუმცა ფაქტია, რომ ქართული ოცნების მხრიდან არტარიას სარედაქციო პოლიტიკის შესაძლო შეცვლის სურვილმა ისინიც დააბნია. ვის რა რეაქცია ჰქონდა ამ უცნაურ წერილზე, ნატა მახულაძე ახლა პირდაპირ ეთერში, რომელიც დღეს გაკეთებულ შეფასებებს გაგვაცნობს, ნატა გისმენთ. საპარლამენტო უმცირესობისთვის წერილის ავთენტიკურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ძირითადად დღეს ოპოზიციონერები აპელირებდნენ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ პროკურატურას არ სურს გამოიძიოს ამ საქმის ვითარება და ძირითადად ისინი მმართველი გუნდის დაკვეთას ასრულებენ და ამიტომაც ოპოზიცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. კეთდებოდა საკმაოდ უცნაური შედარებებით, მაგალითად პუტინის რუსეთთან და ოპოზიციის წევრთა ნაწილი აცხადებდნენ, რომ სიტუაცია ქვეყანაში იდენტურია იმ სიტუაციისა, რაც ხდებოდა რუსეთში რამდენიმე წლის წინ და წერილში მოხსენიება არტარეასი. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ცდილობს თავისუფალ მედია საშუალებებს აბრძოლოს. ეს არის პროკურატურა, რომელმაც ცოტა ხნის წინ გვითხრა, რომ ჯერჯერობით არ არის არავის დანაშაული გამოკვეთილი. ამის მიუხედავად ისინი თავს დაესხნენ იანვრის თვეში TBC ბანკს და სცადეს ამ ბანკის დამფუძნებლების ტალახში ამოსვლა და მათზე ცილისწამებული განცხადებები გააკეთეს დადასტურების გარეშე. შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ ამ საქმეს ნათელი მოეფინება იმ შემთხვევაში, თუ ნამდვილად შეიქმნება საპარლამენტო კომისია და ამ ფორმატში ვიმშელებთ ამ წერილის თაობაზე, სულ რომ გახარია მieყოლა და გახარიას იქ განეხორციელებინა შანტაჟის აზეწოლას, ამ შემთხვევაშიც კი პროკურატურა დაყრდნობოდა და დამუჯდებოდა. დარწმუნებული ვარ, ამიტომ მათი არც ერთი სიტყვა არ არის სანდო. ბიზინა ივანიშვილი მუშაობს ზუსტად იგივე მეთოდებით, რა მეთოდებითაც რუსეთში თავის დროზე ვლადიმერ პუტინი უსწორდებოდა, ასე ვთქვათ, ერთის მხრივ ყველა შესაძლო ეკონომიკური სიძლიერის ცენტრს და ასევე საინფორმაციო საშუალებებს. ანუ თავისუფალი სიხშირის მქონე ნებისმიერი ტელევიზია და საინფორმაციო საშუალება პოტენციურად არის შესაბამისად საფრთხე და იმის მცდელობა, რომ გაკონტროლდეს სრულად ეს სპექტრი სიხშირეების გვინახავს სხვა ქვეყნებში. განსხვავებულია ბუნებრივია მმართველი გუნდის შეფასებები. მმართველი გუნდისთვის გაურკვეველია, რატომ უნდა ჩაითვალოს მტკიცებულებად წერილი, რომელსაც არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემი არ გააჩნია შემდგენის ხელმოწერა, შედგენის თარიღი. შესაბამისად, მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ კერძო პირებთ სურს დავა გადაიტანონ პოლიტიკურ სიფრთხეში და ისინი ამის საშუალებას კერძო პირებს არ მისცემენ. რეალურად ჩვენ ვნახეთ ამობეჭდილი ქაღალდის ასლი, რომლის არც ავტორი ჩანს, არც შედგენის თარიღია და როგორც თქვი, არც რაიმე სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშანი ამოცემულობით წერილს არ გააჩნია. იმასაც კი არ გვეუბნებიან, თუ ვინ მიუტანა თუნდაც ეს ამობეჭდილი ფურცელი ბანკის დამფუძნებლებს. ასევე თუ შინაარსში შევალთ და წერილის ასლი, რომელიც საზოგადოებისთვის არის ხელმისაწვდომი, გაუგებარია საერთოდ რა შუაშია ბატონ ხაზარაძესთან და მის საქმესთან TV პირველი, რა კავშირი აქვს მას ტელევიზიასთან, როგორც ჩვენ ვიცით, ბატონი ხაზარაძე ამ ტელევიზიის არც მფლობელია, არც დირექტორი და არც რაიმე სხვა კავშირი მას არ აქვს ამ ტელევიზიასთან. ასევე გაუგებარია არტარეას საკითხით, საერთოდ რა შუაშია პოლიტიკასთან, თუნდაც თეორიულადაც კი რა შეიძლება უშლიდეს ხელისუფლებას არხი, რომელიც ყველამ ვიცით, რომ კულტურაზე და ხელოვნებაზე აკეთებს გადაცემებს და საჯარო ლექციებს გადმოსცემს. აქვე სურს განვაცხადო, რომ სახელმწიფო ყოველთვის დაიცავს საბანკო სექტორის და მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი და სისტემური ბანკის კანონიერ ინტერესებს, როგორც არის TBC ბანკი და კანონიერი მექანიზმებით უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას, სტაბილურობას და აღკვეთს იმ შესაძლო უკანონო ინტერესებსაც, რომელიც მის მიმართ შეიძლება რომელიმე კერძო პირს ჰქონოდა ან ჰქონდეს მომავალში. დაველოდოთ საქმის სრულყოფილ შესწავლას და გამოძიების შედეგებს და ნურავინ შეეცდება, რომ ამ პროცესის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა სცადოს.
ამ წერილმა კიდევ უფრო მეტად გაამყარა პირადად ჩემი შთაბეჭდილება, რომ ბატონ მამუკა ხაზარაძეს ეს პოლიტიკური სპეკულაციისთვის ჭირდება ეს ყველაფერი, წერილიდან გამომდინარე, რა შეიძლება ამოიკითხოს ამ წერილში დაინტერესებულმა პირმა, ეს ცალკე საკითხია. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს ამ თემასთან მიმართებაში. ახლა ტევ პირველის მინდა ვკითხო პირველ რიგში მამუკა ხაზარაძეს აქვს რაიმე სახის ბერკეტი, რომ ტევ პირველის სარედაქციო პოლიტიკაზე ზეგავლენა მოახდინოს, ძალიან საინტერესოა. ექსპერტიზამ რა დასკვნა შეიძლება ნაბეჭ დოკუმენტზე დადოს, რომელი პრინტერიდან იქნა მობეჭდილი. ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება, კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი ჩნდება იმ კუთხით, რომ პოლიტიკური, ასე ვთქვათ, თამაშის ნაწილია ეს წერილიც და რეალურად მას ფულის გათეთრებასთან არსებულ საქმესთან არ არის შემხედლობა არა გარდა ერთისა, სწორედ ამ წერილით სურს, ეგრეთ წოდებული წერილით სურს ბატონ მამუკა ხაზარაძეს, ასე ვთქვათ, სიმძიმის წერტილი პოლიტიკურ საკითხებზე გადაიტანოს. ასე რომ მართული გუნდის მხრიდან კითხვის ნიშნები არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე უმრავლესობა არ თანხმდება საგამოძიებო კომისიის შექმნას. ამ ეტაპზე არსებობს მხოლოდ 20 დეპუტატის ხელმოწერა, ევროპული საქართველოს წევრები არიან ისინი. ამ ეტაპზე უცნობია შეიქმნება თუ არა ეს კომისია პარლამენტში. ეს ნატა მახვილაძე იყო, გმადლობ ნატა.